მოგესალმებით. ეხლა თუ შეხედავთ, ნახეთ, მეგონი აქედან მაინც ჩანს, მაგრამ აი ეს ცოტა მოვაყირავებ. აი ნახეთ. ეს არის ჩვენი კარკასი, აი ეს რაც მოვხსოვეთ, ხო, ერთმანეთს მივახსოვეთ გვერდებით და აი აქ ჩავკერეთ, ხო, ეს მივახსოვეთ ეს ადგილები. და ეხლა მე რა გავაკეთე? აი ეს პენოპლასტის ესეთი ფირფიტა გჭირდებათ, რომ ამაზე უნდა დავამაგროთ ის ორნამენტები, რომლებიც ერთმანეთთან უნდა შევაერთოთ. ეხლა გეტყვით, ეს მიახლოებით ისეთი პენოპლასტი გჭირდებათ, როგორც ზომები აქვს თქვენ ჩანთას, ნახეთ. აი ესე. სასურველია, რომ აი ესეთი ნახოთ. იმიტომ რომ ეს თან აფიქსირებს, ნახეთ, გვერდებიდან ქინძის თავებით მაგ დამაგრებული. აი აქ მაგ დამაგრება, აი ეს პენოპლასტი ჩემი არ არის ძალიან სქელი, აი ნახეთ, ესეთია. რაღაც 1 სანტიმეტრია, მაგრამ უფრო სქელი კარგი იქნება. და მე ცოტა სიმაღლეზე მაქვს აქ წიგნები დაოლაგე, რომ აი ეს ჩვენი რა შემიშალოს ახლა მე ჩვენებისას, ხო, იმიტომ რომ ეხლა ჯერჯერობით ამ ხარეს მივახსოვთ. მე უნდა გამოვაყირავოთ და აი ამ ხარეს, მაგრამ მე უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ აქ უკვე ნაკსოვი რო გექნებათ, ხო? შემდეგ იქ უკვე ეს რომ დამოხსნათ ბოლოს, ხო? უკვე მე აი ამ ხარეს რომ მივამაგროთ და იქაც იგივე ნაკსოვი გავაკეთოთ. იქ დაგჭირდება რომ ეს რა თქმა უნდა იქნება საჭირო, იმიტომ რომ ამაში ადვილად ერჭობა ეს დეტალები და ფიქსირდება, მე უკვე ადვილია მიქსოვა. აი ბადე უნდა შეიქმნას. აი აქ მაქვს ნახეთ ეს ქინძის თავებით, აი ესეთ წვეროებზე დამაგრება და აი აქ კიდევ. ეს დამიფიქსიროს. კარგით, ესე იგი ეს როგორც კარკასი ესეთ ჩარჩოსავით მექნება ჩანთის. ერთ მხარეს გავაკეთებ, მე ეს უნდა ამოტრიალდეს, ქვემოთ ნაკსოვი გექნებათ, მაგრამ არა უშავს, უბრალოდ აი ძირზე იქნება ის ნაკსოვი და მეორე მხარე ღია სადაც მექნება, მე იქ უნდა გავაკეთოთ ასე იგივე ნაკსოვი. მივახსოვოთ ის ორნამენტები. კარგი, დავი ზომას გეტყვით, ხო? აი ესეთი ფირფიტა მაქვს მე აქ ჩვენთან იშოვება ეს 30 სანტიმეტრია. აქეთ უკვე არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ აქ თქვენ რას ესე იგი სიმაღლის ჩანთაც გაქვთ, იმის მიხედვით ასე შეუსაბამებთ. აქ მე მაქვს ჩანთა ახლა რაღაც 18 სანტიმეტრია. აქ უბრალოდ მოვნიშნე მე. ზემოთ ეს პირდაპირ ეს მიადებთ, ხო? თქვენი აი ესეთი ისა გაქვთ ჩანთა, ხო? ეს შედგამ და ეგ კუთხეებში დაამაგრებთ და აქ სადაც მოუწევს, იქ დაამაგრებთ. მორჩა. ეხლა ჩვენ უნდა იმას აქვთ, დავაფიქსიროთ პირველ რიგში. აქ ატყობთ, რომ ფირფიტა, პლასტიკური ფირფიტა ჯერ არ მაქვს გამოყენებული. ამას ჩვენ ეხლა რასაც მე მოვხსოვ, ბადეში იქნება ორნამენტები და აი ამასთან იქნება კავშირში, აი გარშემო ნაკსოვთან. აქ იქნება ესე თავისუფლად. მე ფირფიტას უკვე ბოლოს ჩავდგავთ და ფირფიტასთანაც შეიძლება კავშირები, აი სხვადასხვა დეტალების, რომ ესე არ ჩამოკონწიალებული არ იყოს, ხო, ესე ფიქსირებული იყოს ფირფიტას თავისი ესენი აქვს ხრელები, იქ შეიძლება კარგად დაფიქსირება. თავი ახლა აი ამ კონტურს მივახსოვოთ. და შიგნით ერთმანეთს, რა თქმა უნდა. ეხლა იმისთვის რომ ეს მე სურათი მაქვს ახლა აქ. ეხლა აი ამ აქედან მინდა დავიწყო ამ ორნამენტიდან, ეს მხარე იქნება აი ეს. ამას უკვე იქ მე მოპირდაპირ მხარეს მე კიდე გავაკეთებთ. ეხლა ეს რო გავიხსენოთ, სად რა იყო, ხო, უნდა დავამაგროთ ეს ჩვენი დეტალები და აი ეს დეტალი არის, აი ეს ქვემოთ. ამას გეტყვით, მე არ მიჩვენები ამის მოქსოვის წესი. მაგრამ ადვილია, მოკლედ, აი ღილაკივით რომ მოქსოვთ, აი გულში, ხო? აი ეს ღილაკი გაჩვენეთ მე ადრე. ხო, და გარშემო არის ჩვეულებრივად უკუსვლით რომ მიდიხართ რაჭი შაქს რო ეძახიან, ხო? აი ეს არის ნაკსოვი თითო თვალში თითო თვალი. აი სულ ეს არის და ეს დილამაზი ყვავილივით ესეთი ორნამენტი გამოდის. აი ხლა აი აქ სადაც აქ უნდა იყოს. აი აქ ცენტრში ნახეთ, აი ეს არის. აი ეს. ატყობთ ხო ესეთი ჩანთა ეს აქ არის. ამასთანავე
ეს რა თქმა უნდა დავაფიქსიროთ. ეხლა უბრალოდ მიახლოებით განვალაგებ და მე უფრო კარგად დავაფიქსირებ. აი ეხლა ეს დეტალი, რომელიც ისე მორიგეობით როგორც მაგდალაგებული, ისე ვიღებ ეხლა რომ ერთმანეთში არ გადაიხლართონ მე. აი ეს არის. ესეც არ მომიქსოვია მე, ეს მოვქსოვე აქეთ ამ ხარე. აი მეორე დეტალი. აი ეს დეტალი მოვქსოვე და გეტყვით ეხლა მე რომ აი განსხვავება რა არის. ესე მიახლოებით, მე კიდევ გავასწორებ, დავაფიქსირებთ კარგად. ეს მოვქსოვე მე აი აქეთ მიმართულება და ეს სარკული აქეთ არ მომიქსოვია. განსხვავება არის ის, რომ აი თქვენ რომ აი ამას მოგხსოვთ, აი ამ ესე ხო გახსოვთ ეს ზონარი იყო, მე აქ მოუხვიეთ და უკან რომ მოდიხართ, აი ასე უკვე უნდა შემოატრიალოთ და აი ამას რო გსოვთ, ეს უკვე შემდეგი რიგი, აი ამას, აი აქ იქსოვება ესეთი რიგი. მაგის ქსოვისას ჩვენ შევდიოდით, ვაკეთებდით front posts. აი ამ შემთხვევაში ნახეთ, აი ესეთი ორიენტაციით რომ მოგხსოვე, რომელიც ვიდეოც ჩავწერე, აი ამ შემთხვევაში ესე გავაკეთე, რომ აი ესე რომ მივდიოდი, მოუხარე, მე მოტრიალდი და front post-ებით წამოვედი, აქ იყო სვეტები, იყო, ოღონდ ესე შუიდან იყო რაღაც ისე მახსოვს. არა, აქ არ იყო, ეს შემდეგ იყო შუიდან. აი აქ იყო პირდაპირ ესე front post-ებით, ვფიქრობ რომ თვლები თითო ნამატით. ხო, აი ესენი, აი ეს თვლები. ხო, ესე წამოვყევი, მე ცოტა დავადაბლეთ ნახევრად ნამატებით და მე ნამატის გარეშე და ასე შემდეგ. მე უკან წავედით, აი ესეთი, აი ხოვლები რო აი ესეთი, ოღონდ აი ცოტა წინ. აი ეს რო გამოვივიდეს, აი ეს გავაკეთე, ხო? ესე წარასვლით. და მე ისევ მოტრიალება აქ რომ მოვედით, კიდევ უნდა აი ესე კიდევ მოგხსოვე სვეტები, ხო? ესე. ეხლა ყველგან აი ამ შემთხვევაში ვაკეთებდი front post-ებს, აი ამ შემთხვევაში. ეხლა აი ამის შემთხვევაში თქვენ უნდა გააკეთოთ, აი ესე ნახეთ, აქაც იგივენაირად მოგხსოვეს თავი, მოუხვიე და აქეთ რო წამოვედი, უბრალოდ აი ესე მოგხსოვე. ხო, ესე. ეხლა უბრალოდ აი ეს წარმამხარე უწევს. ესე როცა მოხრით, თქვენ ვერ ხვდებით მარჯვენ მოხარე თუ მარცხნივ, მაგრამ მე როცა მოტრიალდებით ხო და აქეთ წამოხვალთ. უნდა გააკეთოთ აი სინამდვილეში ნახეთ მე აი ესე მოგხსოვე, მოვხარე. და მე რო შემოტრიალდა, ეს გამოვიდა რომ მე ბექპოსტებით მოგხსოვე. ეს არის ბექპოსტებით მოგხსოვილი. მე აი ეს უკანსულით, აი ეს ლამაზი ნაკსოვი, მე ის ბექპოსტები, აი ნახეთ ჩანს კიდევაც აი ეს ბექპოსტებია, სულ აი ეს სვეტები, მაღალი სვეტები რო აი აქ. და მე ისევ აი ეს ბოლო არის ისევ რაჭი შაქს რო ეძახიან ხო, ეს დაგრეხილი ნაკსოვი. მოკლედ აქ იქსოვება ის სვეტები ხო, რომელიც ესე გარკვეული რიგი სვეტებია, მე რაჭი შაქ, მე კიდევ სვეტები, კიდევ რაჭი შაქ. აი სვეტები იქსოვება აქ ბექპოსტებით, აქ იქსოვებოდა front post-ებით. აი ესე მიიღებთ სარკულად ესე სიმეტრიულ ნაკსოვს. მოკლედ ეს რახან არ მქონდა გაკვეთილი ჩაწერილი, ამიტომ მინდოდა რომ უფრო ესე თქვენთვისაც ადვილი რო ყოფილიყო. ახლა ჯერჯერობით ეს მიახლოებით არის. მე კიდევ შევხედოთ აუცილებლად სურათზე და აქ კიდე რაღაც ორნამენტები უნდა ჩავსვათ და უნდა დავტოვოთ იქ ადგილი. ეხლა აბა ნახოთ, ესენი გავაკეთეთ, ესენი. მოდით ეხლა ეს ძირითადი დეტალები, აი ეს ფოთლები. აი აქ. ეს მთლიანად ასე. აქეთაც. აი ესე მიახლოებით არის, ხო? ეს დიდი დეტალი ცენტრში. აი ესე. აი ეს ამის ქვემოთ, აი ეს დეტალი. და მას ყველაფერს დავაფიქსირებთ, რა თქმა უნდა. ეხლა ეს პატარ-პატარა ესეთი ღილებივით როა, ხო? ესე. აი, აქ ცოტა თითქოს სხვადასხვა ზომების არის, მაგრამ ეს ერთნაირი. აი ეს სულ ეს არის, ხო? ეს აღარ გვინდა ეხლა. აი ბედი, აი აქ დავამაგრე. ეხლა დავაფიქსირებ უფრო კარგად, ხო? თან დავჭდები.
ესე იგი, კინძის თავებით მირჩევნია, რომ დავაფიქსირო, თქვენს გირჩევთ, კარგად ესე. ეხლა აქ გაითვალისწინეთ, რომ აი აქ სადაც ჩანთის ზოლი გადის, ეს ну მაქსიმალურად კარგი იქნება, რომ ზემოთ იყოს. აქ სასურველია, რომ მაინც კიდევ ნაქსოვი იყოს რაღაც ესეთი, აი თქვათ, როგორც ეს ზონარია, აი ესეთი ზონარივით, რომ რაღაცასთან კავშირი არის საჭირო მაინც. ეხლა ამ შემთხვევაში მე დავტოვებ კავშირის გარეშე ამ მხარეს, ხო, დავიწყებ ქვემოდან. მე კიდევ დავამატებთ აუცილებლად. პირდაპირ ის პლასტიკური ფირფიტაზე არ მინდა რომ პირდაპირ იქ ცოტა დაიმალოს ეს პლასტიკური ფირფიტა ისედაც ძალიან ჩანს. ხო, აი ესე ვნახოთ, ეხლა თან ამ ძაფებს რა თქმა უნდა მე აი ნახეთ, სადაც არის ორნამენტი, იქ მიიტანეთ, აი იმ ადგილას იყოს ეს ძაფები. რომ აქ შუაში არ არის საჭირო. ეხლა ამის ძაფი ნახეთ, ამისი აი იქით. მაგრამ ამას გამოვიყენებთ აქ მაინც. ნახოთ თუ დაგჭირდა. კარგით, ეხლა მე როგორც გითხარით. ეხლა ჩვენ თუ აი აქ ვაპირებთ, აი ესეთ ზონარს, ეს საკმაოდ სქელია და ცოტა ფიქრობ, რომ ცოტა ქვემოთ ჩამოვწიოთ ეს, რომ აქ სისქე დაშირდება თავისი. მეგონი კარგია, ხა ზემოდან ხო, არა მეგონი კარგი ის არის ადგილი, და დავაფიქსიროთ ეხლა, აი მე ესე გირჩევთ, ერთი ადგილი, ეხლა ეს ზემოთ იყოს, იმიტომ რომ ქვემოთ წიგნია. საკმაოდ სქელი ის არის ნიშნული, ესა კინძის თავი და წიგნი რო არ გამჭოლო, აი ესე, ხო. ეს ცენტრი მაინც მოდით კიდე გავზომავ, რომ თლათ დიდი ცდომილება არ იყოს. ვნახოთ, აი ესე, გაზომეთ სადახართ, ზუსტად, ესე 30 სანტიმეტრი მაქვს და ხას 15 სანტიმეტრი. აი აქ უნდა იყოს ცენტრი, ანუ ცოტა წავანაცვლებ. ვნახოთ, აი ეს არის 15 სანტიმეტრი აი აქ და აი ესე იყოს. აი ესე. შემდეგ ეხლა ამ ძირს დავუფიქსირებ. ეხლა აქ შეხედეთ უბრალოდ, რომ ეს სიმეტრიულად იჯდეს, ხო? წახრილი არ იყოს და ეს. ვნახოთ, მეგონი კარგად არის. აი ეს. ცოტა ეს ცდომილება არ აუშავს, იმიტომ რომ მაინც ბადეში იქნება და აი ეს. მორჩა, ეს ეხლა ცენტრალური ახან დავაფიქსირეთ, მე აღარ არის ეს პრობლემა. აი ესე. კარგია. ესეც ნახეთ, სულ მიჯრით გამოდის ესე ჩალაგება, ისე. ხო, ძალიან მიჯრით არის, მაგრამ არ აუშავს. ჯობია ესე იყოს ძალიან კარგი. ეხლა შემდეგი დავაფიქსიროთ, აი ეს იგი იქით მაქვს ხო, რო არ ძაფები ერთმანეთში არ იყოს გადახლართო. მოდით ესენი დავაფიქსიროთ ხო ყველა. აი აქ, მაგაც ორს გავაკეთებ. ამის გაგრძელებაზე. ერთი და დაგვეთლები გავაკეთოთ. აი ესე. ორი, აი ესე ხო? და ესენიც. ვეთლები აღარ არის, კარგით. უფერო. აი ესეთი. აქ გონი ერთიც ეყოფა, ესე ვფიქრობ. ეს დავუფიქსიროთ ძირით. საკმაოდ საინტერესო ეს არის სამუშაო უკვე. ფაქტიურად ნაქსოვი უკვე გაკეთებულია, ნაქსოვები მოქსოვილია. აქ უკვე სხვა საქმეებია ახლა გასაკეთებელი და მაინც მე ძალიან მომწონს ეს ასეთი საქმის კეთებაც. აბა ვნახოთ, აქ ახლა მაქსიმალურად რომ ესეც თავის ადგილას იყოს. აქ არ შეუშალოს, აი ეს გაითვალისწინეთ ხო, რომ არ შეუშალოს. აი ესე. აი ესე. აქ იყოს არაუშავს ეს ამას არ უერთდება, მაგრამ არაუშავს. იყოს ესე, ეს ცოტა აქეთ. აქ ბადე იქნება და ბადე თავისას მისცემს სტილს. აი მას დავაფიქსირებ.
შემდეგ აი ამის ძირს დავაფიქსირებ. მე მგონი აი კარგად ზის, ახლა არ უშლის, ხო? ერთმანეთს არ უშლია. აი აქ კარგად არის, ეს ძალიან მიჯრით არის. მოდით კარგად, არ უნდა მოძრაობდეს, ისეთი ადგილი უნდა მოძებნოთ ნაკსოვში, რომ ერთ ადგილას კარგად დააფიქსიროს. ეხლა აქ ძაფები, როგორ აქვს ძაფები? ხო, ამის ძაფი არის ეს. კარგით, ეს ცოტა ზემოთ გადავდოთ. და აი ამას დავაფიქსირებ კიდევ აი თავზე სადღაც. აი ესე, უკვე აღარ გაიწევა. ეხლა ეს კარგად ზის მე ვფიქრობ და რომ დავაფიქსიროთ აქა თავი და ცოტა ძირს აქეთკენაც ძირი კიდ გვაქვს დაფიქსირებული. კარგად, ეს მომრგვალებულად ეცადეთ, ეს ლამაზად რომ იყოს. ესე და კიდევ ერთს აი ესე. კარგით. ეხლა ზოგადად ჩადის, იმიტომ იქ ტოვა წიგნი ცოტა შუაშია, რაღაც ისე ხდება. მაგრამ თუ სქელი გექნებათ ეს ფირფიტა, ხო? მაშინ მთლიანად კარგად ჩაერჯობა ეს ლამაზად. ეხლა ეს უკვე დაფიქსირდა, ხო? ეხლა ესენი ეს ღილაკები ესე ვთქვათ. მოდით მე ამას აქეთ მოვახვედრებ. აქ პრინციპში მაინც მოგვიწევს აქაც კავშირები. მაგრამ აი ესე დავიწყებდი, კარგი და ესე იყოს. აქ ახლა ხვრელები, აქ ბადები მეტი იქნება ეს გვერდითი ნაწილი. კარგად ის მეტი არც უნდა. აქეთ ესეც დავამაგროთ. კარგად ის მე მგონი, ხო? აი ის ზონარი რო გაივლის, იმას რომ არ შეუშალოს ძალიან. აი ესე იყოს. სკელი ძაფია და აი ესე. კარგია. ეხლა აქეთ ამხარი. ეს დაფიქსირებული გვაქვს. ეს ძაფები კარგად არიან, არ გვიშლიან. კარგით, ეხლა აი ეს ადგილი. ეხლა მე ვფიქრობ, რომ აი ეს ძაფის ბოლოები მინდა რომ დავმალო მაინც. ეს არ მოწონს ძაფის ბოლოები. არ უნდა დამეტოვებინა თავიდანვე. აი მორჩა, ეხლა მოდით დავაფიქსიროთ ეს ადგილიც. მაქსიმალურად სიმეტრიულად ვეცდები, რომ ამის სიმეტრიული იყოს, როგორც მოხერხდება. აი ესე. მოდით აქედან დავიწყოთ ჯობია. აი ესე გვაქვს. აი ეს მიახლოებით ესეა, ხო ეს? როგორც ეს დგას, ისე დგას, ესეც. აქ ესე ეხება. აქ ძალიან მჭიდროდ იქნება, კარგად. ბადე მაინდა-მაინც არ იქნება საჭირო ძალიან დიდი ბადე. ეხლა აქ ვფიქრობ, რომ ეს აქ უფრო პატარა ადგილია, ვიდრე აქ. ნახოთ. ცოტა. არა უშავს იყოს ესე. აი აქ დავაფიქსირებ. აი ესე. შემდეგი იქნება თავი. აქ ახლა აი მაქსიმალურად ეხება ამას. აი ამ ადგილს ხო, აქაც რომ ესე ეხებოდეს, ესე გავაკეთე. აი ესე. შემდეგ ეს დავამაგროთ. ესე კი აქედან დავიწყოთ, ხო? აი ეს მოხსენი მე, აი ეს დავამაგრებ. ამას ეს დავამაგრებ ახლა. მოკეთ ქინძის თავები გჭირდებათ ბლომად. აი ესე. აქ ახლა ვფიქრობ,
ეს ეტევა, არ იქნება პრობლემა, ესეც ეტევა. აქ დავაკვირდეთ, აი აქ ეხება ამას და ესეც ესე, რომ ეხებოდეს, ესე გავაკეთოთ. აქ მოყვება, თითქმის ეხება ამ ნაწილს და აქაც ის. კარგია პრინციპში. სიმეტრიულად დაჯდა მაინც. მაქსიმალურად. აი ესე. ახლა ამ თავს დავაფიქსირებ, როგორც აქ დავაფიქსირეთ, ხო? აქაც. აქ სადღაც. შემდეგ. შემდეგ აი ეს ადგილი აქ ნახეთ. სადაც ზის, ფიქრობ რომ კარგად ზის, აი ესე, კარგად ზის. შემდეგი აი აქ, აი შუა სადღაც ხო? აქაც მოდის აი ამოატრიალეთ, ამას კვილანებივით რო აქ, აი მითი უნდა მივა, ასე ვთქვათ, ბადესთან დავაკავშიროთ და აი ესე. ეს კარგად ჩავიდა ბოლომდე. კარგად, ახლა ეს ღილაკები ესეთი. აი ესე. აი აქ ცოტა მეჩვენება დიდი ადგილია ვიდრე აქეთ, მაგრამ ბადე შეავსებს იმედია. აი ესე. ახლა აქეთ მეგონი ამით აქეთ წამოვალ და ამით იქით წავალ და ამით თუ ცოტა ესე მოვახვედრებ აი ამ ძაფის ბოლოს თუ იქით წაღვება. ესე ფიქრობ. მეცადეთ რომ მაინც სიმეტრიულად ამისი აი ადგილი სიმეტრიულად შეარჩიოთ, სადაც დააკავშირებთ. საკმარისად უჯერს გასვლა. აი ესე. და ერთი დაგვრჩა აი ეს ბოლო ღილაკი. აქ უკვე ეს ერთი კი ზუსტად მეყო. ზუსტად. არც ერთი კინძი თავი არ მომრჩა. აი ესე. ეხლა აი ცოტა მოძრაობს რაღაც. დროს არ მოძრაობდა. დაიწყო მოძრაობა. აი ესე. ამის შესაფერისად ხო, აქეთაც გონი კარგის ადგილია. ეს რატომ მოძრაობს? თავიდან. აჰა, კარგია. ყველა ასე თუ ისე მაქსიმალურად უძრავად უნდა იყვნენ. კარგით. აი ესე გვაქვს ახლა ჩვენ. ეხლა ამის შემდეგ, რაც გჭირდებათ, თქვენ გინდათ აი ესეთი სადგისია ხო, ესე მსხვილი თავიანი რომ გაიაროს ძაფმა. და ცხვირი არ არის მაინდამაინც ისეთი ნემსვით წაწვეტებული. უბრალოდ ადვილად რომ ანუ დაი თქვა მოძრაობები ადვილად გააკეთოს. ეხლა ვფიქრობ რომ აქედან ხო არ დავიწყოთ. ეს ძაფი, აი მეორე ეს ძაფი არ აგვერიოს მე. მოდით ამ ძაფს მე ცოტა ზემოთ გადავდებ, იმიტომ რომ შეიძლება აქეთ ამ ხარისთვის გამოვიყენო. და აი ეს ძაფი მინდა რომ გამოვიყენო, აქედან მინდა რომ დავიწყო. და როგორც ხვდებით ახლა აი ესე მოძრაობით ხდება ამის დამაგრება. ესე იგი გავატაროთ. აი ესეთი უნცი უნდა იყოს რომ ესე ამ ძაფმა გაიაროს რითიც გაქვთ ნაკსოვი, ხო? ცოტა ესე გააკეთეთ, აი ძალიან გრძელი არ გინდათ ორი აი ესე რომ მე ჩვენ ერთი წვერით იმას ვიზავთ ახლა ბადის იმას შეკერვა მე მგონი უფრო იმიტომ რომ ეს ნემს ხმარობ. კარგით, აი ესე გვაქვს ახლა ნახეთ და ახლა ჩვენ გვჭირდება აი ამასთან დაკავშირება, ხო, აი ამ გვერდით ნაწილთან. ახლა არ ვიცი რამდენად ჩანს ეს ყველაფერი. მოდით. კარგად. აი ესე, მეგონი ახლა უკეთ ჩანს, ხო? აი ესე. ეხლა
მოდით ყველაზე ახლო სადაც არის, იქ დავაკავშირებ და ამას ცოტა შემოვადრიალებ. ახლა მე აი ეს ბოლო ძაფი საიდანაც გამოდის, მოახვედრეთ, აი რაც შეიძლება ახლოში. ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მაინც მიკავშირებით ვიწყებთ და აი ეს პირდაპირ იქ მე ზემოთ კიდევ აი ზონარს როცა გავაკეთებ, მოსაქსოვი მექნება ეს ზონარი, რომელიც აქ ჩადგება. აი ესე. ნახეთ. აი აქვე, ყველაზე ახლოში, აი მე მაგალითად ორ კედელში შევალ აი ესე. ესე. გადააკვირდით. გამოვიტანე. ეხლა აი ამაში, აი ესე. ასე თქვა გადაჯვარედინება რომ გამოგივიდეთ. აი ეს. აი ეს ნახეთ. თან ისე მოჭიმეთ, როგორც გინდათ რომ დაშორება იყოს ამ დეტალს და აი ამ გვერდით დეტალს შორის ესეთ. გვერდს შორის, ხო? აი ეს. ეხლა ამასთან ხო ვიყავით კავშირში. ეხლა ისევ ამასთან გვინდა. აი ესე. ეხლა ფიქრობ რომ ზემოდან ჩავალ, იმიტომ რომ მოუხერხებელია ესე ქვემოდან გამოვიტანო. აი ესე. ხა ცოტა შეიძლება აწიოთ ეს კინძის თავი, სადაც საგავთ. და ნახეთ, აი საიდანაც, აი ესე კიდევ ერთხელ, აი ეს. ნახეთ, აბა დააკვირდით ბადე როგორ ფორმირდება, ხო? აი ეს. ეხლა ისევ აი ამ ადგილას, ხო? აქ ეხლა შეაფასეთ, რომ ესე არ იყოს დიდი მიახლოებით. აი ამ თვალში ვიყავი 1 2 აი აქ შევალ ეხლა, ისე ორ კედელში. აი ესე. ოღონდ ახლა აი ესე გავაკეთოთ პირდაპირ, აი ესე ამოიყვანეთ ჯობი, აი ესე. ძაფი აქეთ დარჩეს და აღარ დაგჭირდება ორჯერ. აი ესე. ახლა მოკაჩეთ. აი ესე. აი ესე წამოვედით. ეხლა აქ შეგვიძლია კიდევ ამასთან დავაკავშიროთ კიდევ ერთხელ. მაინც ვფიქრობ, რომ აქ კარგი იქნება კავშირი. აი ეს ცოტა გამოვტოვე იქ ერთი თვალი ნიშნულ იმაზე, ღილაკის იმაზე და ცოტა გადავახტე. აი ესენი. და აქ ნახეთ, აი ესე აუცილებლად. მოკაჩეთ. ну კარგი სიყოს ოჭი. და ეხლა მე აქ ვფიქრობ, აი ამასთან დავაკავშირებ. აი ეს ბადე უნდა ფორმირდეს. აქ ძალიან ისეთია შემოქმედებით სამუშაო. ხო. ამიტომ ბადე უნდა ფორმირდეს. აქ ეხლა ჩვენ რა გვაქვს? აქ გვაქვს, ეხლა მე ეს არის ჩვენი გახსოვთ აი ესეთი რაჩი შაგანო ესეთი ნაკსოვი, რომელიც გრეხილს გვაძლევდა, იმას არ მინდა შევეხო და ძირი აქვს, ნახეთ, აი ძირზე მინდა რომ დავაკავშირო. აი ესე. აი ესე. და ეხლა მეორე ჩვენ სულ მარჯვნივ უნდა, ასე იგი მარჯვნიდან მარცხნივ უნდა ვიაროთ. ანუ აი აქედან რომ მოდიხართ, ეხლა მე თუ აქ გადავალ, შემდეგ აქეთ აღარ წამოვალ, მე წავალ იქით. ესეა წესი. ამიტომ მირჩევნია არ წავალ მე იქით მხარეს, იმიტომ რომ ეს ძაფი მინდა აქეთ გამოვიყენო. მე შეგვიძლია კიდევ აი აქ გაჭიმული ძაფები რო იქნება, მე შეგვიძლია კიდევ აი იქიდან თუ მოვედით, ხო? იმიტომ რომ მოძრაობა არის სულ აი ესე მოდიხართ. კარგი, იქით არ წავალ ჯერჯერობით, ისევ ამას გამოვყვები. აი ამ გვერდს. აქ ნახეთ აი აქ ხო ვიყავი, ერთს გამოვტოვებ და აი მომდევნოში და აი ესე პირდაპირ ამოვიტან. აი ესე. და აი ესე. ეხლა აქ დავაკავშირებ, ოღონდ მაინც აქეთ წამოვალ. ხო? ეს აი ესე გვაქვს. და ახლოში, რაც შეიძლება ახლოში იყოს. აქ ორ კედელში არ არის მაინდა-მაინც საჭირო. ერთში შეგიძლიათ, ერთ ძაფშიც შეხვედეთ. აი ესე ძირზე. ხედავთ, შეუმჩნეველი. ეხლა აქეთ. აი აქეთ ხარეს კი ისე კედელთან აქ. ისევ ერთი თვალის გამოტოვებით. აი აქ.
განათება მეგონი უჭერს ამ ადგილს, მაგრამ ერთი და აი მეორე აქ ორ კედელში ვაკეთებ როგორც ეს. აი ესე. აი ესე. საკმაოდ ხრელია. ხვრელები დარჩა. ხო. არა შეს. შემდეგ აქეთ. აქ ერთს გამოვტოვებ, აი ამას გამოვტოვებ და აი აქ. ვაღოთ აქაც ნახოთ. ხო, იყოს აი ესე. აქ ამოვიყვანე მე, მაგრამ ძალიან მარტივად მოტრიალდი. კარგით არა უშავს იყოს. ანუ გრეხილები, სასურველია რომ გრეხილები იყოს ყველგან, რომ ბადეს ესე უხდება. ესე იგი ახლა აქეთ ხარეს ხო? აქ ვიყავი, ერთ ვტოვებ, ანუ ერთის გამოტოვებით ესე ვფიქრობ კარგი. ეს არის ბიჯი. ესეთი ბიჯებით ვიაროთ. აი ესე. აი აქ გრეხილს ვღებულობ და აქეთ ახლა მაინც ესეთი გრეხილი არ გამოდის. აი ეს ძაფი აქეთ არის. კარგი. ახლა მე უკვე აქ ვეღარ დავაკავშირებ და ეს ადგილიც არის თითქოს ამის ნაწილი, არ გვინდა მაშინ მანდ არაფერი. აი ამას ნახეთ, ახლა უკვე კბილანები სადაც გაქვთ აი იქ. და აქ აუცილებლად აი ესე გავაკეთებ. აი ესე ქვემოდან ამოვატარე ისე გრეხილი მჭირდება მე მაინც, აი ესე. შემდეგ ისევ ერთს გამოტოვებ, აი აქ ვიყავი ხო? ჩანს ხოლმე გონი. გამოტოვებ და შემდეგში ორივე კედელში. აი ესე. აი ესე. ეს დგას. აი ეს არ ვეხებით აი ამ ესეთ მოცულობით რელიეფურ ადგილს. ახლა აქეთ წავიდეთ. აქ არ გამოვტოვებ. ყველაში შევალ ამ აი ესეთ გამოწეული ადგილები რაც არის, ხო? ყველგან შევალ. აი ეს ნახეთ. აი ეს ყველგან შევალ. ესე და კიდევ ერთხელ აი ეს ქვემოდან აი ესე. აი ესე. ახლა ისევ აქ ერთს ტოვებ და აი ამაში აი ეს კინძის თავი შეგვიძლია პრინციპში ცოტა ხანში უკვე მოვხსნათ ეს კინძის თავი. აქაც ესე რაც უფრო უახლოვდებით. ახლა შეგვიძლია მოვჭიმოთ პრინციპში არა უშავს. ანუ აქეთ უფრო გამოვწიე ახლა მე ეს ზონარი. მაგრამ არა უშავს. ეს დავშორდები. ესე ახლა აი აქ კინძის თავის ადგილს ვტოვებ და შემდეგი აი აქ. და აი ეს. მოჭიმეთ. მომდენო აქ ძალიან ისე მჭიდროდ არის, მაგრამ არა უშავს. რომ ახლოს მოვიდა უკვე ეს ყველაზე გამობურცული ადგილი სადაც არის, ხო? აი ამ ზონარის. აი ესე ახლა აქეთ ერთ აი ეს იყო, ხო? აქედან გამოვედი. ამას ტოვებ და აი აქ. აი ესე. შემდეგი აი აქ. ამ ხარეს ხედავთ ყველგან ვაკავშირე, აქამდე ყველგან ვაკავშირებდი ამ ზონარის ადგილებს. ახლა მაინდა-მაინც ნუ გამოჭიმავთ, უკვე აქეთ უნდა წამოვიდეს ხო ზონარი და ამას ნუ მოჭიმავთ აქეთ ამ ხარეს. აქ ერთი, აი აქ ჩანს ხო? აი აქ ვიყავით, გამოტოვეთ ერთი და შემდეგი.
ორივე კედელი გვინდა. აი ესე. აჭიმეთ. შემდეგი იქვე. აი აქ. აი აქ ახლა რაც დაგვჭა ცოტა ძალიან ფაშარად აქ კიდევ ვფიქრობ რომ კიდევ შეიძლება იქ ბადის გაკეთება. ესე ძალიან თავისუფლად არ მინდა რომ დავტოვო, თორე ეს პლასტიკური ფირფიტა გამოჩდება. მაშინ ეს ჩიხოლი ნამდვილად დასჭირდება. აი ესე. კარგით. ეხლა აქეთ ხო? აქეთ ვართ. ეხლა არ ვიცი მე რამდენად ჩანს, უკვე ცოტა აი ესე. ეხლა აი ზუსტად ისე არის, რომ აქ რომ მივალ უკვე ამ მე შემდეგი ძაფით გავაგრძელებ, ცოტა კიდე მაქვს ეს ძაფი და ესე იგი აქ ვიყავით, ეხლა აქეთ. აი აქედან ერთი გამოტოვეთ შემდეგი და მომდევნოში. კარგად. ორ კედელში. აი ესე. აქაც მომდევნო აი ეს არის. მგონი აქ ხვდებით ხო ზონარზე როგორ ვირჩევ, აი ამებს ვირჩევ, აი თითქოს ესეთ გამოკუზული ესეთი ძაფები მაქვს, აი მაგათ თითოეულში შევდივარ. აქაც აი ეს. აქ ახლა დიდი ფართობია, აქ უნდა ესე ვთქვათ დაუწნათ ბადე ისე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჯერჯერობით მოდით კიდევ გადავაადგილდები. აი აქ ხო ესე იგი აქ გავაკეთე, აქ მაქვს გაკეთებული ერთ სტოვებს და აი ამაში აი ეს. მოჭიდოთ. აი ესე. აი აქ უკვე ესეთია, ფაშარად არის, მაგრამ რაღაც მოვიფიქრებ. ამას არ ტოვებთ, აქ აუცილებლად. აი ესე. და ეს შეგვიძლია აი ამასთან კავშირი, თუმცა მე ჩვენებია რომ ჯერ კიდევ შორს არის. ჯერ მაინც შორს არის. მოდით კიდევ აქ დავაკავშირებ აი ამ გვერდით ნაწილს. ერთი აი აქ ვიყავი ხო ამას ტოვებ და აი აქ. აი ესე. აი ახლა შეიძლება. უკვე აი აქ შეიძლება დაკავშირება. ახლა ეს მე მჭირდება რომ ავიღო. აქ ერთ კედელში შემიძლია შევიდე. აქ ორი კედელი გაქვთ, მაგრამ ერთში შედით საკმარისი იქნება. ეს თქვენზე აქ ზუსტად სიზუსტე ხო? სად იქნება ზუსტად აი ეს თქვენზეა დამოკიდებული. აი ესე. ეხლა აი ესე გამოვატარებ ამ ნემს და მაინც აი კიდე მინდა ბადე შევქმნა. ანუ ჯერ არ ვფიქრობ რომ იქ დასრულებულია, თუმცა შეიძლება დაჟერ აქეთ წამოვყვე და მე კარგი აქეთ წამოვალ, მე კიდევ აი როგორც აქ დავტოვე ხო ბადისთვის ესე შეგვიძლია. აი ესე. ეხლა ეს ტრიალებს და ცოტა ფიქსირება, ესე ხელით შეგიძლიათ, ან კიდევ ერთი კიძის თავი კარგი იქნებოდა. კარგი თავს არ ამშავს. ესე იგი, აი აქ იყო უკვე, ანუ ერთ ტოვებთ და შემდეგში აი ესე. აი ესე. გცაფები თუ რაღაც ზედმეტი დარჩა, ვაშორეთ ჯობია. აი ეს. ეხლა კიდევ აი აქ. აქ მოდით ერთის გამოტოვებით, აი ესე ერთ ძაფში შევალ, ანუ აი აქ რო დავაკავშირე, ხო, აი ამ ღილაკს, იმის მერე ერთი თვალი გამოტოვე და მომდევნოში ესე ქვემოდან ამოვიტანე ნემს. ეხლა აქ კიდევ ერთხელ აი ესე ამ ძაფში, სადაც ერთი გრეხილივით რო გამომივიდეს, აი სულ გრეხილებით გავაკეთე ესე.
სასურველია. და ეხლა აქეთ აი აქ ძაფი მაქვს ამოყვანი. ამის შემდეგ ერთს ტოვებ და აი აქ აი ეს ვტოვრეთ ეს ძაფიც მიმთავრდება. კარგით, ეხლა ისევ ამასთან და აი უკვე მომდენო ამის ძაფით შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ იქ უნდა დავაფიქსიროთ. ეხლა ეს აქ ვიყავი ხო მე? აქ ეხლა შორს არ წავალ მე, მეზობელში შევალ პირდაპირ. აქ ვიყავი ხო? აი აქ შევალ მეზობელში, იმიტომ რომ კუთხესთან სასურველია. აი ესე. კი კუთხესთან გჭირდება აუცილებლად. თუ ჩანს ახლა ესე იგი აი აქ ხო ვიყავი ამას გამოვტოვებ და ეს გამოდის რაც მიკავშირება აი ეს გამოდის შემდეგი აი მომდევნო ერთი ძაფი რაც ჩანს აქ აი ესე და აქაც ფიქრობ რომ ახლოში ესე იგი აქ ქონდა კავშირი აი აქ შევედი ნახოთ ხო ეს ჯობია მე მგონი იმიტომ კუთხეს მაინც უკავია ფორმა და ჯობია კარგად იყოს დაკავებული ეს ფორმა აი ესე ეხლა აქეთ ესე იგი ვიყავი, ეხლა აქეთ ისევ, აი მომდევნო რაც გვაქვს. ეს არის, მოგონთ ისე რომ გრეხილი მივიღოთ, ესე იმავე ძაფში გავატარე. და ფაქტობრივად აქ ერთხელ გავაკეთებ კიდე აქ მიმაგრებას იქით და მორჩა ეს ძაფი დამიმთავრდა და გადავალ აი ამ ძაფზე უკვე ამ ღილაკი, ესე ვთქვათ, რო გვაქვს ხო, კუთხეში, იმის ძაფზე. აქ მოდით ნახოთ, აქ ვიყავი ხო? აი აქ შევედი ახლა ბოლოს. ერთ ვტოვებ და აი აქ. აი ამ თვალში. კუთხე მაინც მე მიყვარს როცა კუთხე უფრო ესეთია. ძალიან ფაშარი თუ აკუთხე ხო, რა ვიცი. კი დაიკავებს მაინც პლასტიკური ფირფიტის გამო, მაგრამ მინდა რომ ეს ნაკსოვიც ისე იყოს განსაზღვრულად. აი ეს ეხლა ეს ძაფი მე მინდა რომ უბრალოდ დავმალო. მოგონთ ისე რომ კარგად განჭოლოთ შიგნით. დამალვა ცოტა ის არის უკვე დაფიქსირებული როცა გაქვთ ხო, მიმაგრებული. მოხერხებული აღარ არის, მაგრამ არაუშავს. კვანძი, ერთი კვანძი მაინც სასურველი არის. შიგნით. და ხა თავის მარყულში გავატარებ აი ეს. აი ეს და მორჩა. ახლა მოვკაჩოთ და მეტი არაფერი არ უნდა. შიგნით იქნება ეს ბოლო. ერთადერთი აქ შეიძლება და კიდევ შემავა, მაგრამ არ ამუშავს იყოს. და მაინც შიგნით შევიტანე და არ მგონია რომ გარეთ გამოვიდეს. პირდაპირ მივაჭერი. კვანძი იყო უკვე გაკეთებული და მოვჭერი. აი ესე. მედია რომ ეს ყველაფერი გამოჩნდა ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ეს იყოს არ მოხსნით ჯერჯერობით კინძის თავებს მაინც. კარგით, ეხლა ხვდებით აი ამ ძაფზე გადავდივარ, როგორც გითხარით ამ ღილის ძაფზე. ეს ცოტა აი ესეთი საქმეა, რომ გამოცდილებასთან ერთად უფრო უკეთ და უკეთ გამოგივათ. თავიდან შეიძლება ცოტა გაგიჭირდეთ, აი როგორ წაიყვანოთ. ეხლა ნახეთ, აი ეს ძაფი მე მინდა, ნახეთ ეს ძალიან ისე ჩანს, გრეხილი მინდა რომ გამოვიდეს. ანუ ესე ზემოდან არ იყოს, ნახეთ, აი დაიმალა უკვე ესე. აი ეს, ნახეთ. ეხლა აი აქ ვიყავით, ერთ ტოვებ და აი აქ. აი ესე.
ეს გავაკეთეთ. ეხლა აქეთ წამოვყვეთ, ხო? აქ ერთს გამოვტოვებთ, მიჯრით აღარ არის საჭირო და ერთს კედელში ესე, ხო? კედელი არის ესეთი ხილაკს ესე როგორც გახსოვთ, თვლებით ნამათის გარეშე ვგსოვდით. ესე აქაც გრეხილი გავაკეთეთ. ეხლა აქეთ. აქ ხო ვიყავით ერთი და მეორეში. ესე აქ მეჩვენება რომ ცოტა კიდევ მოჭრილვა საჭირო, ეს ძალიან მოშვებულად არის. ეს აქ კარგად არის ისე საკმაოდ მჭიდროდ კარგად ზის ყველაფერი. კარგით, ეხლა ისე ამას გავყვები, ოღონდ შორს არ წავალ აქვე შემდეგ თვალში. არ ტოვებ ეხლა მე თვალს. ესე და ხა რა ძაფიც გაიჭიმა, ხო? იქ კიდევ ერთხელ ესე რო გრეხილი მივიღო. მეგონი ახლა მიხვდებით თქვენ უბრალოდ ინტუიციურადაც რატო ვაკეთებ ამ გრეხილს, რომ უფრო ლამაზი ნაკსოვი დამიჯდეს. ესე. ახლა აქეთ ხარეს, ხო? აქ ვიყავი, ერთს ტოვებ. ესე კიდევ ძირითადად კუთხის გარდა სულ თითო თვალის გამოტოვებით დავაკავშირე გვერდით ნაწილს. ხო, ეს რასაც კარკას რასაც ვეძახი. ესე. ეხლა მე მჭირდება აქ გარკვეული ბადე მაინც მჭირდება. შემიძლია აქედან წავყვე, ამასთან დავაკავშირო, ცოტა გრძელი ის გავჭიმოთ, მაგრამ ეს ადგილი არ მინდა რომ დამრჩეს. აქ შეგვიძლია ეს თუ გავჭიმავთ, საკმაოდ გრძელი ბადეა. ხო. მაგრამ მოდით იცით რა ვქნათ, ეხლა ეს მეჩვენებაა თითქოს დიდი ადგილი, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ნახეთ აქ ხო კარგად გაიჭიმა და აქაც შეგვიძლია ცოტა გამოწიოთ, არ არის აუცილებელი რომ ეს ძალიან მიჯრით იყოს და შენ კარგადაც გაიჭიმება. უბრალოდ აქ ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვლა დაგვჭირდება, ამაშია საქმე. ბადით. აქ ბადე მაინც დაგვჭირდება. კარგით, ეხლა მე ესეთ რაღაცას ვფიქრობ, რომ აქ რომ შევიდე და მე გამოვიდეთ ისევ. მაგრამ ლამაზად უნდა გავაკეთე. ჯობია აქეთ წამოვყვეთ. კარგით, ეხლა ნახეთ აქეთ. აქ ახლოში, მოდით აქ. ყველაზე ეს ოპტიმალური სიახლოვე რომ იყოს, ესე. და ეს გრეხილი ჩვენი. ეხლა აქ შეგვიძლია აქეთაც წავიდეთ. აქეთაც შეგვიძლია, მაგრამ მე მომწონს უფრო იქით თუ წავიდოდით. ეხლა აქ მოუხერხებლად ეს უნდა შემოვატრიალო წესით. მიმართულება სწორად დავიკავო. ეხლა ატყობთ, ხო? აქ მოდით მე აღარ ვიწვალებ ქვემოდან ჩასვლაზე, ჯობია ზემოდან ჩავიდეთ, უფრო მარტივია, თქვენს გაგიადვილდებათ და მოდით შორს არ წავალ, ჯერ აქ გავაკეთებ. ესე. ამას მე ვფიქრობ კიდევ ბადეზე აქეთ გამოვიყენებ, ამ ძაფს, იმიტომ რომ ძალიან გრძელია ვფიქრობ. ესე და ეხლა ნახეთ, აქ კიდევ ერთხელ რომ დაგრეხილი ის უნდა დაჯდეს აუცილებლად. ესე ნახეთ. ესე, იქით უნდა წავიდეთ. იქით მივდივარ. კარგით, აქაც ეხლა უბრალოდ მე ორიენტირება არ მაქვს სწორად, ეს უნდა შემოვატრიალო წესი და მაშინ როგორც აქ ვაკეთებდი, ისე წავიდოდა იგივე მიმართულებით. მოდით შემოვატრიალო, ვფიქრობ მაინც.
გაცრავად, ვისაც არ გიყვართ ეს ხმა. ხო, ხა იქით შორს ავიდა, მაგრამ არა უშავს. აი, ამიტომ კამერის წინ ცოტა რთული სამუშაოა, ცოტა დიდი ეს არის ზომის. ეხლა აი აქ გრეხილი მაგას აკეთებელი, ამიტომ აი ესე გავაკეთებ, ნახეთ, იქით რომ მივდივარ, აი ეს, ხედავთ განსხვავებას. აი ეს. ეხლა შემდეგი დით მე ხა ჭიდროდ მინდა ახლოს გავაკეთებ მაინც. ხო, აქ უნდა კიდე გავამეტარებია, აქეთ ჯობდა აი ესე. თავისში, იმიტომ რომ გრეხილს მაგ შემთხვევაში მივიღებთ. აი ესე. ეხლა აქ აი შემდეგი ნახეთ, კბილანა რაც მოდის. ზემოდან გირჩევთ ხო, ჩასვლას, იმიტომ რომ უფრო მოხერხებულია, ვიდრე ქვემოდან ამოიტანოთ. მაშინ უნდა მოხსნათ მთელი ეს კინძის თავი, სადაც რასაც უკავი. აი ეს. შემდეგი აი აქვე, ესე იგი. აი აქა. აი ესე ამოიტანეთ და ორჯერ არ დაგჭირდება მაშინ. აი ეს ნახეთ უკვე გრეხილი დაჯდა. მიჭირს მერე ორიენტირება ნაქსოვის მიმართ. ეს დავაფიქსიროთ ახლა ამოოცრა ეს ჩვენი კინძის თავი და და ესე აი ესე და ხო დავაბრუნოთ თორე მეგონი კარგად არის მაინც ხო ძალიან აქ ცოტა მეტი სივრცე გამოჩნდა ეხლა რახან ჭიმავთ ცოტა გამარა უშავს ფიქრობ რომ კარგი ფორმა ლამაზი აქვს ესეთია გროვია აქ რომ მიეკერება კიდევ ჩაჭდება ლამაზად და შემდეგი აქ ვიყავი აი ეხლა არ ვიცი საერთოდ ჩანს. ანუ აქ მიჯრით ვაკეთებ თითქოს ყველა იმაში შევდივარ. აი მღილაკის თვლები რომ არის ხო? აი ხა რაც მოვტრიალდი აქ თითქოს ყველაში შევდივარ მე. თქვენ შეხედავთ თქვენ ნაქსოს თუ გინდათ რომ მეტი ის იყოს უფრო დაფარვა ხო ბადით, მაშინ ესე ჯობია ყველგან სადაც მაქსიმალურად შეხვიდეთ. აი ესე. ეხლა ისევ აქეთკენ. ეხლა ეს კინძის თავები რო შიგნით ბოლომდე იყოს, აღარ შეგვიშლიდა იმდენად. ეს აქ გამოატარეთ, რომ გრეხილი მიიღოთ. აი ესე. ეხლა აქეთ. აი აქ ვიყავი, შემდეგი არის აი ეს. დაწვენილად თუ გააკეთებთ, აი ესე პროდულად გამოგივათ. აი ესა გრეხილი თავისთავად დაჯდა. კარგით, ეხლა აქ ლამაზად მინდა გავაკეთო. მოდით აბა შევხედოთ. აი ესე. აქ ეხლა ეს შემოქმედებითი სამუშაო გვაქვს. ვნახოთ როგორ გამოგვია ბადე. უნდა შევქნათ აქ ბადე ცოტა ესეთი რთული ბადე. აი ესე რომ გამოვიტანეთ. აქ გრეხილი არ გვაქვს, ამიტომ დავგრიხოთ უნდა აი ეს. ხო, აი ლამაზად დაიგრიხა. აი ესე. აქ კიდე მაქვს ერთი კბილანა დარჩენილი, ხო? აი, მეგონი არ ჩანდა არაფერი. აი აქ ეს დავგრიხე, ესე გავატარე, ხო, ძაფი და ნახეთ, აი დაჯდა ლამაზად ეს. ეხლა აი ეს კიდე მაქვს ეს კბილანა დასამაგრებელი, ამიტომ აქ შეგვიძლია ჩვენ კიდევ რაღაც გავაკეთოთ. აი აქ მაქვს კიდე ერთი თვალი. ამასაც ესე მივამაგრებდი.
ნახოთ, გრეხილი, აი ესე. აი ესე მაქვს ახლა. ახლა უყურეთ აბა, აი აქაც შეიძლება წასვლა კიდევ. ახლა აი ესეთი ოთხკუთხედები არ არის კარგი, ნახეთ, ასეთი რომბი რო დაგიჯდეთ, ეს არ არის მაინდა-მაინც ისა. სამკუთხედები უფრო ესეა. მისაღებია. ამიტომ ვიფიქრობ, რომ აი აქ იქ რომ წავიდეთ, ცოტა აქ დიდი ადგილი დაგვრჩება, არ გვინდა იქ წასვლა. მაინც ვფიქრობ, რომ აი აქ, აი ესე, სადაც უკვე ვიყავი გვერდით ნაწილში, კიდევ ერთხელ წავალ, კიდევ ერთხელ. აქ გავაკეთებ მე ესეთ გრეხილს, აი ესე ამ ძაფში, ხო, რა ძაფიც დაჯდა ზემოდან. აი ეს. და ახლა შეგვიძლია აი იქ წავიდეთ, სადაც ვაპირებთ, აი აქ კვილანა რო გვაქვს დარჩენილი. კვილანას ვეძახი ისე და გამოყოფილი ის არის რაღაც ისეთი. აქ დავგრეხოთ, აი ესე. აი ესე გრეხილი. მოდი ახლა ეს გრეხილი იმ შემთხვევაში აქ აზრი თუ იქით წახვალთ. ხო, აქ ცოტა მე მეჩვენება რომ ეს არის დარბილდა ეს ადგილი, ცოტა ეს ადგილი. მოდით აი ამას შემოვული მე ახლა აი ესე. აი ესე. ცოტა აქ შევქნათ კვანძები. აი ესე. და ფაქტიურად აქ ახლა დამთავრდა ჩვენი ბადის შექმნა და ჩვენ გვინდა აქეთ წამოსვლა. მაგრამ ჯერ ვერ წამოვალთ, სანამ ეს ნახეთ, აქ ითხოვს, რომ აი აქ დაამაგროთ, ხო? აქეთ თუ წახვედით, ეს ხვრელი დაგრჩებათ აქ. ამიტომ მე აი აქ აი ესე. მოგონთ ისე რომ ქვემოთ გავიდეთ, არ გვინდა ზემოთ. აი ესე შეიძლება, აი ესე და აი ესე. იქით რომ მოხვდეთ, ხო? მეორე მხარეს. აი ესე. თორე საკმაოდ გრძელი ძაფი მაქვს ახლა მე ეს კიდევ მეყოფა კარგად. მოდით აბა შევხედოთ აქ რა გამოდივიდა. აი ეს. ნუ აქ ძალიან იდეალური არ არის გეტყვით. სიმართლეს, მაგრამ არა უშავს ისეთია საშუალო. აი ესე. აი ესეთია. კარგი, ეხლა მე ვფიქრობ, რომ აქედან წამოვყვეთ აქეთ და მე აქეთ შემოვიდეთ. აი ესე და აქ და აქ ეს ამ ადგილი მიმაგრებული გვექნება. ესე იგი, აქ მე ხა სადაც გამოვედი, ხო? იქ ანუ კმილანასთანაც გამოდით. აი ესე. აი ესე. ეხლა აქეთ. აქ უკვე კარგი საქსოვია. თუმცა აი ეს ადგილი ვრჩება, მაგრამ ფიქრობ, რომ ამით მოგსოვო. ნახოთ. ხო, იმიტომ რომ რჩება ეს ადგილი ზედა. აქეთ მირჩევნია მე ახლა ეს მოვრჩე. აქ მოდით თლათ ერთ ზაფში არ მინდა შესვლა. ორ ზაფში მინდა რატომღაც აქ. აი ესე. აი ესე, ოღონდ გრეხილი. ესეთი გრეხილი მინდა. ნახეთ აი ესე. ეხლა აქეთ მოვყვები და აქ ეხლა მე გამოვტოვებ ერთ კბილანას, იმიტომ რომ ნახეთ, აქეთ ხარეს აი ესეთი გარეთ როცა არის, იქ მაქსიმალურად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ როცა აი შიგა მხარეს არის, ისინი ერთმანეთთან ახლოს არიან ისედაც და ყველაში თუ შეხვალ ძალიან მჭიდრო გამოგივათ. ამიტომ ერთის გამოტოვებით აქ შეიძლება, როცა მოხრა მაგ მხარეს არის, ხო? ნახოთ, გრეხილი კარგად არის, აი ესე. ეხლა აქ მე ფიქრობ, რომ შუაშიც მინდა მაინც ორ კედელში. შემდეგი აქაც კიდევ ერთს გამოვტოვებ, ნახეთ, აი ამას გამოვტოვებ, აი აქ ხო ვიყავი, ამას გამოვტოვებ და აი აქ ჩანს ხო? აი ამას ტოვებ და აი აქ. აი ეს.
დარჩეთ. რომ უკვე ჩაჯდეს ეს ისე რაზუმაზეც გინდათ, უკვე დაჯდეს იმ ზომაზე. მე ვფიქრობ, რომ კარგად დაგრეხვა, გავაკეთე, აი აქ ცოტა ზემოთ. კარგით არავიშებს. ეხლა აქვე. აი ამ ჩვენ ლამაზ წვეროზე, ფოთლის წვეროზე ორ კედელში მინდა რომ შევიდე. აი ეს. აი ესე. და აქ შეიძლება აი აქვე ნახეთ მომდევნოში პირდაპირ მინდა რომ შევიდე მაინც. აი ეს. აი ესე. ეხლა აქეთ მოყვებით ხო? აქ სადაც შუაში. რამოდენიმე თვალის გამოტოვებით, თუმცა ორ კედელში მინდა. აი ეს. ქვემოთ. და გრეხვა კარგად დაჯდეს, კარგი გრეხვა. ეხლა აქ ერთს გამოვტოვებ აი ამ კბილანას და აი აქ შევალ. აი ესე. აქაც გამოვტოვოთ 1 2 3. აი. აქ ცოტა მეტი გამოვტოვე. აი ესე. მოდან ხო როგორც ამის წინ გავაკეთე აი ეს კარგით ეხლა აქაც ერთს გამოვტოვებ ამ კბილანას და აი აქ აი ეს აქაც შეიძლება აი ძალიან ისეთია ეს ძალიან არ არის კაცრი წესები რომ თქვა აი მაინც ესე უნდა შეხვიდეთ იქ უნდა შეხვედეთ ყველას თქვენ გექნება თქვენი არჩევანი და თავრე ლამაზად ჩაჯდეს ეს ორნამენტები ერთმანეთის მიმართ აი ეს ეხლა აქ ვფიქრობ ერთს გამოვტოვებ მაინც აი ეს აი აქ ერთს გამოვტოვებ და აი აქ ჩანს ხო შემდეგი აი აქ იყოს აი ამოწრას და ეხლა მე აქ უნდა მოვეცოთ მოვჭიო, თორე ეს ძალიან ზემოთ მეჩვენება გულად სიანისი. ესეც მოვჭიოთ. აი ეს. ხო? კარგით გავაგრძელოთ. ხონძონე მჭიდროდ ჩაჯდა, მაგრამ მგონი კარგია ერთმანი ესე თითქოს საიდანღაც გამოდიან ესე. ეხლა ამას რომ მოვქაჩავთ, აი ამას დავაკავშირებთ, მე მგონი ეს უფრო გაიწელება და გამოჩდება, ეს რომ თლათ ერთმანეთზე არ ზიან ესე. ხო, არა მაშას. კარგი, ეხლა ამას ტოვებ და აი აქ. ოღონდ ეს აი ესე ვაკეთებ, აი ეს. და მაშინ გამოდის კარგად. წრება ეს ჩვენი შინძის თავები. იცი და ქვემო ჩავალ, მაგრამ აქ დავინახო სად ვართ. აქ ვიყავი და ის რაღაც აქ. ხო. აი ესე და გრეხვა რო გამოგვივიდეს, აი ეს. თითქმის და მოჭმა. აი ესე. და წავყვეთ, აქ რა დაგვრჩა, აი ეს დაგვრჩა მგონი ხო, ოღონდ ერთ ძაბში არ მინდა რომ შევიდე, მოდით ჯერ მოვხსნი ამას. აი აქ რამდენიმე შევა და ესეთან, აი ეს ძაფი ქვემოთ რომ მოხდეს, ხო?
რაღაც ესე. დავამაგრებ ახლა. ეს ფიქსირებული უგჭირდება რომ იყოს. აი ესე და აქ ახლა აი აქ ვიყავით, ხო, სადღაც აქეთ წავიდეთ ცოტა წინ. ფიქრობ რომ წინ წავიდეთ. თუმცა ძალიანაც არ გავუცდეთ აი აქ. აი ესე. კარგით, ახლა გრეხვა გავუკეთოთ. ესე რომ ძაბში. ნუ ფაქტიურად აქ შემოვედით აქეთ მხარეს. კარგით, უკვე ჩვენ შეგვიძლია უკვე ამ გვერდით ნაწილს დავაკავშიროთ და აქეთ წამოვალ. აქ რაღაც სხვა იმით უნდა გავაგრძელოთ.